ახალი კიდევ პოზიტიური ნიუანსის გახლავთ, რომ ივანიშვილს ამოეწურა იმედები, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან მას ვინმე დაიცავს და გადაარჩენს სანქციებისგან, გადაარჩენს მეგობარი აქტის მიღებისაგან და იმ რისხვისგან, რაც მას აუცილებლად ელოდება. ეხლა ეს იმედი რატომ გადაეწურა? ამის თაობაზე შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ ის რაც დაწერა ფილოსოფოსმა შათერიშვილმა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაკარნახევი. ეგ კაცი მხოლოდ ივანიშვილის აზრებს წერს და ახმოვანებს. მათი განცხადებით, ანუ ივანიშვილის განცხადებით, ტრამპი deep state-ის ტყვია, deep state-ია თვითონ თავისი გარემოცვით და ამიტომ მისგან აი რო თქვენ ჩვენთან ხალხურად კაცი არ დადგება. აი ეს განცხადება გააკეთეს და ეს ნიშნავს, რომ მათ სიკვდილის ბუზი დააჭდათ. მათ ჯერ არ იციან ტრამპის რისხვა, ტრამპმა ვერ მოიცალა მათთვის ჯერ. ეხლა რატო გააკეთეს ეს განცხადება? იმად რომ ამოეწურათ, როგორც მოგახსენეთ, იმედი იქ რაიმე პოზიტივისა მათ მიმართ. ეს გეგმები არ დაგიმაროთ მათ ჰქონდათ, რადგან მოსკოვი ახლა ამაზეც არ ლაპარაკობ ახლა, მაგრამ ჩვენ გადაცემაში უნდა ვთქვათ ის, რაზეც სხვაგან არ საუბრობენ. მოსკოვის ფორმატში ამერიკასთან მოლაპარაკებების პაკეტი ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენას. უკრაინის გაყოფასთან ერთად იმ დონბასის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში გადასვლასთან ერთად, უკრაინის ნატოში არ შესვლასთან ერთად, ასევე მიწერილია საქართველოს პაკეტი, რომ რეჟიმის ხელშეუხებლობა, საქართველოს ნატოში არ შესვლა და ის მოთხოვნები, რაც პუტინს გააჩნია მომავალი საბჭოთა კავშირის აღსადგენად გათვლილ გეგმებში. ეს იქ წერია და სწორედ ამის გამო იყო, რომ ტრამპი დღემდე განსაკუთრებით არ აქტიურობდა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ან აზრის გამოთქმაში, ან მუქარებში, რაც მას ძალიან კარგად ეხერხება და ვიმეორებ, რომ აი ეს რთულ ვარიანტში მოხვდით და ყველანაირად შეეცადა რუსეთის პრეზიდენტი და მოსკოვის ადმინისტრაცია საქართველოს ჩაიგდო აი ამ პაქტში. და ასევე მუშაობდა მოსკოვი ტრამპის გარემოცვლასთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან, რომ აი ეს არამზადა ჭორვილიჩი გადაერჩინა ამერიკული ვაშინგტონის რისხვისგან. ეს რა თქმა უნდა ჩვენ კაიხანია ვიცოდით, მაგრამ ახლა დიპლომატიაში მოგესწრებათ ნათქვამია, რომ დიპლომატი რასაც ლაპარაკობს ამბობს არა თავისას, არამედ თავისი აზრების გადასაფარად ამბობს. ახლა ჩვენ დიპლომატები არ ვართ, მაგრამ გარკვეული წესები საჭირო რომ დავიცვა და ამას წინასწარ არ ვამბობდით, სანამ არ ამოვიდა ხელში. როცა შევამჩნიეთ, რომ იქ მიდიოდა იგივე ეს მეგობარი აქტის შეფერხება ვერ ჩააგდეს, დიდი მონდომების მიუხედავად ისეთი მეგობრები ყავს ვაშინგტონში. კიდევ ერთხელ მადლობა ვილსონს, უიკერს, პოენს და მთელ იმ დიდ შემადგენლობას ორივე პარტიიდან შეერთებული შტატებისა, რომლებიც ასე მედგრად დგას ქართული ხალხის გვერდში და ვერანაირმა, მათ შორის თავიანთმა ადმინისტრაციამაც კი ეს ხალხი ვერ მოდრიკა და მართლა ეს კონგრესი ამერიკის არის მსოფლიო დემოკრატიის ცენტრი. ამას ვამბობ, აი მთელი სული და გულით ყოველგვარი რაღაცა მაამებლობის გარეშე. დიახ, აი ამას მოგახსენებდით, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გაგვეგზავნა წერილი, ახლა ამას პირველად გადაცემაში წერილი იყო დახურული ამ წუთამდე, არავინ არ იცოდა ამის არსებობა, 3 კვირის უკან დავუშვით ბატონ ტრამპთან, პრეზიდენტთან და ასევე კონგრესის 450 წევრთან და 100-ვე სენატორთან ამერიკის. აღარ ვსაუბრობ სახელმწიფო დეპარტამენტს. ანუ მთელი ამერიკა შევხარეთ. მარტო ამერიკის პრეზიდენტს კი არ უნდა ედოს მაგიდაზე ეს, რაც მივწერე და რასაც წაგიკითხავთ ახლა. და თქვენ თვითონ შეაფასებთ რა გავაკეთეთ და რატო გაწყდა უკანასკნელი იმედები ივანიშვილის და პუტინისა, რომ რაღაცას მიაღწევენ ვაშინგტონში თავიანთ სასარგებლოდ საქართველოს გაყიდვის და გაცვლის ხარჯზე.
აი რატომ გაწდა და რატომ აღრიალდა ის ფილოსოფოსი აღრიალა ივანიშვილმა შათირიშვილი რომ არაფერი ტრამპისგან არ გამოვიდა deep state-ი ეგაც. აი ახლა წაიკითხავთ ამ წერილს და თქვენ ჩემზე უკეთესად მიხვდებით რა დიპლომატიური პოლიტიკური როგორც ივანიშვილი თუ სტრიუკი გავაკეთეთ. და სამართლიანი და დასაბუთებული რა თქმა უნდა. ამერიკის პრეზიდენტს ვინც ჩამოგითვალეთ ეს ბატონო პრეზიდენტო იდასტურებთ უდიდეს პატივისცემას ამერიკელ ხალხსა და პირადად თქვენ. ის გრანდიოზული ღვაწლი, რასაც თქვენ ასე დაუცხრომლად ეწევით, თანდათან ხდება ახალი მშვიდობიანი მსოფლიოს საფუძველი. ეს ტრამპი მეჩვენება ზოგჯერ ბრეჟნევის სტადიაში შედა ძალიან უყვარს ქება. თუმცა თუ იმსახურებს ქებას, ახლა არ უნდა დავაკლოთ, რომ მეგობარი გვარნის მეთოდი. მაგრამ კვლავ და კვლავ ქართველი ხალხის გაოცებას იწვევს ის უყურადღებობა, რასაც თქვენგან გრძნობთ სასტიკი პრორუსული დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც საქართველოში მძვინვარებს რუსი დიქტატორის პუტინის ტირანული რეჟიმი ოლიგარქ ივანიშვილის მეთაურობით, რომელმაც ქვეყანაში გაანადგურა დემოკრატია, ციხეები გადაავსო პოლიტიკური პატიმრებით, შეისყიდა სახელმწიფო, საქართველოს მოგლიჯა ევროატლანტიკურ სივრცეს და აბრუნა ის მოსკოვის ორბიტას. თბილისში ეს რეჟიმი გარდაიქმნა მოსკოვ-პეკინ-თეირანის ანტიამერიკული პროპაგანდის არნახულ ცენტრად. უფრო მეტიც, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოში ამერიკის საელჩო იმყოფება მუდმივი საინფორმაციო ტერორისა და ბლოკადის მდგომარეობაში. ეს მართლაა. ახლა უკვე დგინდება საზარელი ფაქტებიც, რომ პრორუსული სატელიტური რეჟიმი თბილისში მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ ქიმიურ იარაღსაც. ეხლა ამას მიაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება. რამა აფეთქა უკანასკნელი იმედები ივანიშვილისა ტრამპთან მიმართებაში. დაუგრძელი რეჟიმი სარგებლობს რა თქვენი უსაზღვრო ჰუმანიზმით და მოუცლელობით, თავისი სპეცსამსახურობის მეშვეობით აქტიურად ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს კრემლის, ანუ მოსკოვის, პუტინის პროტექციით პირადად თქვენ ფარველობთ მათ. ჯერ კიდევ თქვენი პირველი საპრეზიდენტო ვადიდან და რომ თითქოს თქვენი ოჯახიდან ბატონი ჯარედ კუშნერი, სიძემისი, უწევს ასევე მფარველობას ივანიშვილის რეჟიმს, ხოლო ერიკ ტრამპთან, მის შვილთან, 2025 წლის სექტემბერში ტოკიოში შეხვედრა და ფოტო რეჟიმის ოჯახის დაახლოებულ საქართველოს ელჩთან იაპონიაში ლეჟავა, საერთოდ ფართოდ გამოიყენეს ამ ყალბი ხმების მტკიცებულებად. ხოლო მეგობარი აქტის ჩვენთვის დღემდე აუხსნელი დაბლოკვა სენატში დიქტატორულმა რეჟიმმა ახსნა სწორედ თქვენი ადმინისტრაციის კეთილგანწყობით მათდამი. ამას მართლა ამბობდნენ, ხო? ვერ მიაღწიოს მიღებას. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ჭორების არ გვჯერა, ვისაც ჯერა გაგვატარეთ, ხო? მაგრამ გვინდა იყოთ საქმის კურსში, რადგან თქვენი პირადი მაღალი ავტორიტეტის ხელშეუხებლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ვიცით რომ ბევრი საქმე გაქვთ და ტიტანურ მუშაობას ეწევით მთელი მსოფლიოს სტაბილურობისათვის, მაგრამ გვერწმუნეთ საქართველოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევრაზიის ის გასაღებია, რომლის დაკარგვაც აუნაზღაურებელ დარტყმას მიეყენებს ევროატლანტიკურ სამყაროს. რადგან წყნარი ოკეანიდან ატლანტიკამდე კონტინენტის ცენტრალური გზის კონტროლი დარჩება დასავლეთის მოწინააღმდეგეთა, ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა ფუნდამენტალისტური ძალების ხელში. ზანგეზური, რომელიც თქვენი სამშვიდობო ინიციატივის შესანიშნავი შედეგია, გადის ფეთქებად-საშიშ რეგიონებში, ირანთან ახლოს და ამბოხებული ქურთებით დასახლებულ თურქულ პროვინციებში. იგი ვერ გახდება საქართველოს ალტერნატივა კიდევ დიდხანს. ქართველი ხალხი ელოდება თქვენგან ბატონო პრეზიდენტო, თქვენს ხელთ არსებული მთელი სასანქციო ბერკეტების დაუყოვნებლივ გამოყენებას საქართველოში პრორუსული რეჟიმის მეთაური ივანიშვილის, მისი ოჯახის და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ისტორია ამ საკითხებში დაგვიანებას არ გვაპატიებს. აი ეს წერილი დაიდო არა მარტო ტრამპთან და მის თანაპარტიელებთან კონგრესში, არამედ მის მოწინააღმდეგე პარტიის სენატორებთან და კონგრესმენებთან და აი ამან თუ კი რამე კავშირი იყო ამის ადმინისტრაციასთან მოსკოვიდან თუ ივანიშვილის დაქირავებული სწორების მეშვეობით, თუნდაც მის საოჯახო გარემოცვაში ყველაფერი ჩაჯდა. ეხლა პროცესი შესულია
გადამწყვეტ სტადიონში და კვანძი ძალიან მალე იქნება ასევე გახსნილი ვაშინგტონში. აი, ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არა მარტო საჯარო საქმიანობას პოლიტიკაში, არამედ კულისებში კეთდება ძირითადად პოლიტიკა. და ის დანარჩენი რაც საჯაროდ გამოდის არის ლამაზი შენობა, ლამაზი სახურავით, ლამაზი გარემოთი, მაგრამ იქ საზირკვლის ჩასხმა ძალიან სერიოზული საჭირო და თანაც დროული და თანაც ისე ფუნდამენტურად გათვლილი, რომ პირველივე გეოპოლიტიკურმა ხევამ ის არ დაბზაროს და არ დაანგრიოს.